მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ ვინ ან რა ჩქარობს თქვენ ცხოვრებაში. ვნახოთ ჯერ სიგნიფიკაცია, ანუ ეხლა რა ენერგიებში ხართ ვნახოთ და მერე უკვე ვკითხოთ ტაროს. ახალი დასტაზე ვიმუშავებ, გუშინ მაჩუკა ჩემმა ერთ-ერთმა მოსწავლემ ასეთი ლამაზი დასტა და მაგაზე ვნახოთ ჩვენ გავაკეთოთ გაშლა. ეხლა რა ენერგიებში ხართ, ვისთვის იქნება? ეს გაშლა. აბა ვნახოთ ახლა. არ ვეძებთ ჩვენ არ ზედოფალს არც მეფეს, უბრალოდ შევხედოთ. აჰა. ოიდე ჩემო რა ხდება? აქ იცით რა არის? ახლა როგორი სიტუაცია არის? შეიძლება იყო რაღაცა მომენტი თქვენ სიყვარულის თემაში უეჭველი რა. ვიღაცამ დაასრულეთ თქვენ? იცით რა არის? პირველ რიგში ვისაც იქნება ახლა ეს ინფორმაცია, ვისაც ქონდა სიტუაცია ძალიან რთული და ვინც ახლა დაშორდა პარტნიორს. შეიძლება კიდე ერთი მომენტი რომ გაიგეთ რამე თქვენ იმაზე რომ არის რაღაცა ან სამკუთხედი ან რაღაცა მაგდაგვარი იყო, თქვათ ვიღაცა მესამე პირი არის აქ ურთიერთობაში და ანუ ეს არ იცოდეთ, გაიგეთ და აქ პრინციპში ეს იყო ალბათ თქვენთვის ბოლო წერტილი და მიიღეთ ეს უკვე როგორც აი მორჩა რა. უკვე არ მინდა არანაირი აქ ფიქრები და არც არაფერი. მორჩა. იმიტომ რომ მე არანაირ ტყუილს და ეგეთ რამეს არ მოვითმენ. აი აქ ეს აი ვინ პირველი სიგნიფიკაცია ეს იქნება უეჭველი, შემიძლია გითხრათ რომ როცა ადამიანმა ან გამოვიდა ტოქსიკური ურთიერთობიდან, იმიტომ რომ რა არის, იცით ახლა აქ უეჭველი შემიძლია თქვა რომ მესამე პირი იყო, იმიტომ რომ არ იცოდა ადამიანმა და ანუ ეს იყო ძალიან დიდი, ან ნახეთ ორი ვარიანტი იქნება ამ თემაზე. ან იცოდეთ და დიდი ხანია ითმენდეთ, მაგრამ მე საბოლოოდ მიიღეთ გადაწყვეტილება რომ მორჩა, აღარაფერს აღარ მოვითმენ, მე აღარ მინდა. всё, ეს და არჩევანს აკეთებთ რომ გადიხართ ურთიერთობიდან. მეორე კიდე შეიძლება გაიგეთ და ეს ძალიან გეტკინათ რომ დაუშვოთ ახლა გაიგეთ რომ არის კიდე თქვენს შორის რაღაცა მესამე ან პირი ან შეიძლება მეგობარზე даже შეიძლება ვიღაცამ აქ განიცადეს სხვათა შორის არ ვიცი ვისთვის იქნება ეს თემა, მაგრამ შეიძლება даже აი მეგობრისგან ღალატი მიიღეთ, ან როგორ იცით, ანუ მეგობრობდით და ის მეგობარი აღმოჩნდა მესამე პირი. აი ვიღაცისთვის ერთი გაშლა არის დღეს ეს პირველი სიგნიფიკაცია. მოდით ახლა ნუ ყველა სხვა არ იქნება ეგ სიტუაცია, რა თქმა უნდა, მოდით ვნახოთ კიდე ვისთვის იქნება ის, რაც ჩქარობს ახლა თქვენ ცხოვრებაში. აბა კიდე ვნახოთ ახლა სიგნიფიკაცია გავაკეთოთ. ვისთვის შეიძლება იყოს. და ნუ მეორე ვარიანტი კიდე იქნება იმათვის, ვინც პირი კი, ნუ აქ ურთიერთობაზე მე არ ვიცი, даже არ იქნება უფრო, იცით როგორ არის, აი წინსვლა გაქვთ რაღაცა სამსახურში, რაღაცა სიტუაციები გქონდათ რთული, მაგრამ მოერიეთ. ან სიტუაცია ისეთი იყო, რომელიც თქვა ცოტა გაგანერვიულად, მაგრამ თქვენ მაინც აი მაქსიმალურად გამოხვედით ამ მდგომარეობიდან რა. აი აქ კიდე ეგეთი სიტუაცია არის, შეიძლება დაძაბული იყო, მაგრამ ეს უკვე ეხება ან ნუ სამსახურს რა, ან რაღაც საქმიან თემას რა, აქ უკვე ურთიერთობას არ ეხება. უფრო აი ეგეთ მომენტს რა, ან შეიძლება საქმე რაღაცა იყო ისეთი, კი, კი, საქმე იქნებოდა აქ რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი, შეიძლება რომელმაც თქვენ ახლა აქ ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის და შეიძლება იყო რამე ან საუბარი და ცოტა დაძაბული ზოგმა შეიძლება სამსახური დატოვა. კიდე იქნება იმათვის, ვინც დაუშვათ ვისაც ქონდათ სასამართლო. ანუ როგორი მომენტიც, ან საბუთებთან დაკავშირებით რაღაცა პრობლემა გქონდათ, რომ ვერ აგვარებდით ამ სიტუაციას და აი გამოდიხართ გამარჯვებული. კი, აი კმაყოფილი ხართ რა. კმაყოფილი ხართ. აქ აი მოდის დიდი ცვლილება და მოდის სიახლე. სიახლე. ნამდვილად ვიღაცასთან ჩამოდის საყვარელი თქვენი პარტნიორი, ვისაც ელოდებოდეთ თქვენ, დიდი ხანია განახლებული, შეიძლება მონატრებულები ხართ, დიდი ხანია ერთმანეთი არ გინახეათ და ძალიან მონატრებული ხართ და აი თითქოს მოდის რაღაცა განახლებული ეგაც რა.
აი ეგეთი მომენტი, რაღაც პრობლემები ქონდა მაგასაც და შეიძლება გადაწყვეტა და ეხლა მოდის თქვენთან. აი ეგეთი სიგნიფიკაცია არის და ნუ ნახოთ თქვენ თუ რეზონირდებათ. ძალიან საინტერესო დასტა არის, ორმხრივი არის ესეთი. და ნახოთ აბა რა ჩქარობს, თუ იცანი თქვენ თქვენი სიტუაციები, ნახოთ აბა თქვენთვის რა ინფორმაცია მოვა. პირველი. Так, მე ახლა ვდებ ამას, ისე საინტერესო ამაზე მუშაობა. Так, მოდით პირველი, მეორე და მესამე. Так, პირველი. პირველი არის სურვილის ასრულება. ეს არის უეჭველი, თქვენ რაღაცა ძალიან გაგეხარდებათ, სხვათა შორის რაღაცა მთავრდება. ნახეთ, თუ გქონდათ, აი აქ თქვენ ჩვენ ერთ-ერთის განმავლობაში ვიღებთ, პერიოდი მაინც გჭირდება. ნახეთ, დაუშვოთ. ახლა აქ არის არკანი, სამყაროს არკანი, ამიტომ აქ იქნება როგორი მომენტი. პირველი ვისაც თქვათ, ვინც ელოდებოდა იმისთვის, ახლა გაგეხარდებათ, რა თქმა უნდა, თქვენთვის არის ყველასთვის, ვინც იცნოთ ავისი სიტუაციები, ხო, ახლანდელი. საქმის დასრულება, დაბრუნება ან წასვლა საზღვარგარეთ. არის შეიძლება თუ ელოდებით თქვენ დაუშვათ ან გრანტს, ან სწავლას საზღვარგარეთ უეჭველი. ინტერნეტ სივრცე, კი ბატონო, არის აქ შეიძლება გზავნილი მოგივათ უცხოეთიდან თუ ელოდებით დაუშვათ, ხო? აქ არის აი სურვილის ასრულება ხო გითხარი და ყველა ვარიანტში. თუ მძიმე სიტუაცია გქონდათ, აი ძალიან ამოისუნთქებთ, იტყვით რომ აი კიდევ კაირო, ღმერთთ მადლობა, რომ აი ეს ყველაფერი დასრულდა ბოლოს და ბოლოს დასასრული არის რა. რა თქმა უნდა, ეს არის ყოველთვის კიდე რაღაცა მასშტაბურიც რა, თუ დაუშვათ ახლა ბიზნესზე თუ იყო ლაპარაკი, სხვათა შორის აქაც ახლა აი ბიზნესზეც რო გითხართ, ნუ საქმეზე დაუშვათ, ხო? გამოხვედით თქვენ რთული სიტუაცია და გადადეხართ რაღაცა, აი დასრულდება, მშვიდობიანი გზით დასრულდება, შეიძლება დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ დასრულდება მშვიდად იქნებით. ანუ ძალიან კარგი სამყარო თქვენსკენ არის რა. თუ დაუშვოთ თქვენ რამის ეხვეწებოდეთ ღმერთს, იმიტომ რომ მე-1 არკანი არის საერთოდ ქრისტიანების ეგრეგორი რა, მფარველი. კარგი ინფორმაცია მიფიქრობ. შემდეგი. მეოთხე ენერგია გვერდხების. ნუ აქ საინტერესო, აქაც ორივე ძალიან საინტერესო. აქ შეიძლება საღამოს საათებში უფრო გაგეხარდებათ რაღაცა, შეიძლება საღამოს საათებში დაბრუნდება თქვენი პარტნიორი, ვინც ელოდება, ან შეგატყობინებს რა შეიძლება დაუშვათ ახლა მოგივათ ინფორმაცია, ელოდებით და მოგივათ ინფორმაცია, ან დაბრუნდება და ძალიან გაგეხარდებათ, რომ დაბრუნდა თქვენი პარტნიორი. დიდი სიხარული ვიღაცისთვის შემიძლია გითხრათ, აი სასიამოვნო ამბავს გაიგებთ, მაგრამ სადღაც აი უფრო საღამო საათებში რა. გაიგებთ, აი ესეც საინტერესო, უფრო საღამო არის აქ რა, საღამო. ნუ ის რომ რაღაცას გაგეხარდება, თუ ეს უეჭველი რა. ვინც ულოდებით ჩამოვა თქვენი პარტნიორი, ვისაც ახლა ნუ პრინციპში გითხარით რა, სასიხარულო ამბავი არის აქ ძალიან. და კიდე ეს მესამეც ჩვენ გვაქვს აქ. ნუ ნახეთ რა ხდება აქ, თუ იყო ჩვენ ხო კარგს ვამბობთ, ხო, ჩვენ კაი პოზიტიური ინფორმაციას ველოდებით. აქ აი ეს პერიოდი მე ვფიქრობ, რომ ეს თქვენთვის იქნება ისეთ ძალიან დაძაბული სიტუაცია, რო გაქვთ. კი, თქვენთვის კი თქვენი იქნება ეგ სიტუაცია, მაგრამ იცით რა მინდა გითხრათ? გაგეხარდება, დასრულდება კი. ანუ ნახეთ, აი ვისაც ახლა აქ განცდა და ვინც ახლა ნამდვილად ვთქვათ, არასასიამოვნო სიტუაცია, ვისაც მოვიდა აქ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიტუაცია თქვენთვის, ანუ კიდე ერთი რაღაცა აფეთქებასავით იქნება, მაგრამ დასრულდება პრინციპში ისე, რომ აი ვთქვათ, რო გითხრათ,
არ გაგეხარდებათ, რომ აი ზოგჯერ არის როგორი მომენტი, თქვა ელოდები, ხო, უკვე აი როდის გადაწყდება ეგა, იმიტომ რომ უკვე ნამდვილად ან როცა იცი, ან ეჭვობ დაუშვოთ, ხო და ფიქრობ, რომ ნუ ბოლოს როდესღაც ხო უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. კი, აქ შეიძლება კიდე რაღაც შეჯახება გქონდეთ, მაგრამ დასრულდება შვენივრად კარგად დასრულდება. კი, გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, ძალიან კარგი დასასრულია აქვს. კი. Ну, მოდით კიდე აბა ვნახოთ მაშინ ახლა რაღაცა ძალიან მოკლე ვიდეო გამოდის ხო დღეს რაღაც ისეთი და მოდით კიდე ვნახოთ აბა იცით რა გაფრთხილება არის ხო ტაროსგან კიდე აბა რას გაგვაფრთხილებს ახლა ჩვენ ტარო მოდით აბა ასე ვკითხოთ რას გაგვაფრთხილებს იცით რა არის აქ არის ზუსტად აი არჩევანს რო აკეთებ კარგად დაფიქრდე რა კარგად დაფიქრდე. იმიტომ რომ აქ არის გოგოს ძალიან ბევრი აი დამოკიდებული, იმიტომ რომ ვინც აი ესე ტოქსიკურში ახლა არის გოგოები კარგად დაფიქრდეთ. შეიძლება даже აქ როგორი მომენტი არის. აი თუ დაუშვათ თქვენ თვითონ მოგინდებათ შანსის მიცემა, შეგიძლიათ შანსი მისცე. კი, შეგიძლიათ რომ შანსი მისცეთ ადამიანს, კი. იმიტომ რომ რაღაც ძალიან გაგეხარდებათ და ის საერთოდ სწორი არჩევანი აი გააკეთეთ, დაფიქრდეთ. და კიდე აბა გაგაფრთხილება გვაქვს. არ ენერგიულოთ, აი არაფერზე არ ენერგიულოთ, აბსოლუტურად არაფერზე არ ენერგიულოთ, რომ სიტუაცია ისე კარგად შეიცვლება, რომ აი რა გითხრათ რა. შეიცვლება სიტუაცია, ამიტომ არ ენერგიულოთ. აქ ბედი უკვე ჩაერევა და მინდა გაგეხარდებათ. ნუ აქ даже კი გამოგვივიდა დღეს მოკლე ვიდეო, მაგრამ ძალიან რაღაც გახარებული ხართ, რა ვიცი აბა. ძალიან კარგი ვიდეო არ გამოვიდა, ჩემოლამაზება ოი ვიდეო მეთქი კარგი ინფორმაცია გამოვიდა და გაითვალისწინეთ, რომ პრინციპში, ნუ აქ არ უნდა ენერგიულოთ, რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში ყველაფერი კარგად იქნება. და ორ სიტყვას ვიტყვი კიდე, გავაკეთე სტორის, თუ ნახეთ თქვენ სხვა სოციალებში ძალიან ბევრი მეკითხებოდა, კიდე როდის იქნება ახალი ნაკადი, აი ყოველ დღე წერენ და გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ ასეთი დიდი მარათონი, ორდღიან მარათონს გავაკეთებ, სადაც მე თქვენ გაგაცნობთ ტაროზე ყველაფერს, საინტერესო ინფორმაციას მოგცემთ და იმაზეც მოგიყვებით, რომ რატომ არ არის ტარო საშიში, რატომ არის ტარო ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც აი გვეხმარება და კი შეიძლება ცუდი რაღაცების ის იყენებენ ზოგი, მაგრამ აი უკვე რა არის ესეთი უნიკალური ინსტრუმენტი, ახლა ჩვენ აი დაუშვათ გავიგეთ, ახლა ჩვენ რაღაც ინფორმაცია ცუდი ხო არ არის რა. თუ გაფრთხილება, გეუბნება ტარო, რომ გაფრთხილდე არჩევანის დროს დაფიქრდე, ხო კარგია რომ შენ იცი. ანუ ესეთი ინსტრუმენტი, რომელიც აი გეხმარება ყველა სიტუაციაში აბსოლუტურად და პლუს კიდე გააჩნია ახლა როგორ გამოიყენებ კიდევ და კიდევ მაგას ვამბობ და აუცილებლად კიდე ძალიან ბევრი კითხვები არის მანარაზე და მანარა ახლა აღიარებული ყველა ტაროლოგებად როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დასტა, რომელიც აი ურთიერთობაზე ყველაფერს გაგება რომ შეგიძლია და მე განახებ თქვენ შედარებას. ანუ როგორ და იმასაც რანაირად მაგრად მუშაობს ორი თქვა კლასიკა და მანარა ერთად. ეს არის უნიკალური ინსტრუმენტი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ახლა YouTube-ი საერთოდ არის საჯარო გაშლა, ახლა კარგია როცა რეზონირდებათ, ხო? ეს ძალიან კარგია, მაგრამ ყოველთვის სხვა რეზონირდება, ამიტომ რა თქმა უნდა ხა პირადი გაშლა ყველა ვარიანტში ახლა ჯობია, მაგრამ და აქ მე არ მუშაობ, რა თქმა უნდა, YouTube-ზე ისე როგორც მე მუშაობ, ახლა პირად გაშლას როცა ვაკეთებ, იქ მუშაობ მე ძალიან მკაცრად კლასიკაზე და მანარაზე, იმიტომ რომ ეს ორი ისეთი გამოცდილი ინსტრუმენტია, რომელიც ვიცი უეჭველი, რომ გვეტყოს ყველაფერს, რაც საჭირო არის და გაგვაფრთხილებს კიდევაც და არაფერს არ დაგვემალავს და
როცა არ იცი, გაქვს შიში, გაქვს ნერვიულობა. როცა იცი, შენ ხარ გაფრთხილებული და იცი რა უნდა გააკეთო და ამაში ჩვენი აი ძალიან კარგი მეგობარი არის ტარო. კი ბატონო, ძალიან კიდე არის მითი აი შიშზე რაღაცა, მაგრამ მე მესმის რატომ გააგდებთ იმდგომა, იმიტომ რომ მე საქართველოში ვხედავ რომ რატომღაც ეგეთი მიდგომა აქვს ზოგს ну მე даже ტაროლოგსაც ვერ ვუწოდებ, გითხავი რომ აი ტაროს ნახატი მარტო იციან და ამბობენ რომ თქვათ კი მე შემიძლია დაგეხმარო, რომ მკითხაობა და წაკითხვა ძალიან განსხვავებულია. იმიტომ რომ კი სამკითხაოდაც შეგიძლიაო, მაგრამ სამკითხაოდ მე კიდე ვფიქრობ რომ ეხა პატარა გოგოები რო ერთობიან კიდე არა უშავს, მაგრამ როცა შენ უკვე ზრდასრული ადამიანი ხარ და შენ უკვე გინდა უფრო მეტი გაიგო შენ ცხოვრებაზე და უპასუხო იმ კითხვებს საერთოდ აი რა ხდება, როგორ ხდება, ну ეს არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი რომ საერთოდ ან შენ იცოდე ან ვინმეს მიმართოს ერთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია რომ შენ დაგეხმაროს და მე ვზრდი ასეთ ადამიანებს. ასე და უკვე მყავს ძალიან საკმაოდ მაგარი მოსწავლეები, ვინც უკვე კითხულობენ ტაროს ძალიან მაღალ დონეზე, ეხმარებიან სხვებს და ძალიან ძალიან კმაყოფილი კლიენტები ყავთ ჩემ მოსწავლეებს, რაც მე მიხარია, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი ამოცანა ის რომ მაქსიმალურად აი გადავწევ აი ყველას ეს ინფორმაცია ტაროზე, რაც არის აი ну მაგის აი ეს მხარე დავანახო რომ ადამიანებმა იცოდნენ როგორი მაგრად შეიძლება გამოიყენო ტარო აი ყველანაირი რაღაცა მისტიკის ისეთი გარეშე და არ გქონდეთ შიში და მიიღოთ ეს როგორც კარგი თქვენი მეგობარი.